გამგებელი ბატონი ილია ვაშახმაძე. ესე იგი, გიორგი დაბრძანდებით დავდარ. პრინციპში პირველ რიგში იმიტომ ვიკითხოთ ამბავი ხო ყველაფერი კარგად არის. სიმართლე ვთქვათ, ეხლა სპორტის ამსახურებაში ეხლა არ გამოურჩეოდი ხოლმე მე თვითონ პირადად მონაცემები. უფრო კალათბურთისგან ვიყავი, მაგრამ ის რაც თქვენ გააკეთეთ აი ამ ბოლო პერიოდში, როცა უკვე შანსი გაგვიჩნდა რაღაცეების, თავისთავად мотиваციაც არსებობს მეტი, რომ ჩვენც გამგებელთან ერთად და ხელმძღვანელობამ ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ კიდევ როგორ დაგიდგეთ გვერდში. თან ეს არის წლის ბოლო და მომავალ წლის დასაწყისისათვის იგეგმება ბიუჯეტიც იმისა, რომ ესე იგი როგორ დავაფინანსოთ ჩვენ მერცხალი. ყველაფერი აბსოლუტურად არის თქვენზე დამოკიდებული. ახლა უამრავი მტრები გაგიჩნდებათ, იმიტომ რომ წარმატებული ადამიანს ყოველთვის ესე ხდება ხოლმე, რომ ყველა შეეცდებიან, რომ რაღაცა ცუდი რამე თქვან, გააკეთონ რაღაცა. მთავარი არის, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, მოვიგოთ მატჩები. ესე იგი, გუშინ გავდიოდით მე და ბატონი ილია ბიუჯეტსაც რა, დაფინანსების საკითხად. ანუ ყველანაირად მე წინასწარ არ ვიდა თქვა, მაგრამ ყველანაირად დაგიდგებით გვერდში. ანუ მატება ყველა ვარიანტში იქნება რა. ანუ დაგიდგებით გვერდში, თავი არის ერთი რაღაცა. რომ ჩვენ დავინახოთ კიდე რომ თქვენ მოტივირებული ხართ იმისათვის რომ მოიგოთ მატჩები რა და ბევრი რამე გააკეთოთ. ხო არ ვესწრებოდი მატჩებს, ეხლა მოვალ კიდევაც, დავესწრები კიდევაც და აი დამანახეთ რომ მაგრა გიყვართ ეს საქმე და შეგიძლიათ რომ მოიგოთ ყველა თამაში რა. თავი რა არის რომ შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ გული სული ჩადო რა. ეხლა თუ ვერ იგებ და ვერ იგებ, ნუ ეგრე არ არის, მაგრამ თავი არის რომ დავინახოთ რომ აი ყველაფერი აი ბოლომდე დაიხარდეთ, რომ ჩვენც შესაბამისად მერე ჩვენც ვიგრძნოთ რომ აი რაღაცა კუთხით ჩვენც დაგიდგეთ გვერდით, მაგრამ რო დავინახავ რომ თქვენ არ ვარჯიშობთ, თან არ გინდათ რომ მოიგოთ და სულ ერთიანი მოგივა თუ წაგება, მაშინ ჩვენც გაგვიჩნდება ის განცდა რომ მოდი რა ეს ფული ავიღოთ და სხვაგან სხვა სფეროზე გადავხარჯოთ რა, მაგალითად ძიუდოზეან, კალათბურთზეან, ჭადრაკზე პირობითად ან სადღაც რა და თუ დავინახავთ რომ თქვენ ხართ მაგარი მონდოებული იმისათვის რომ დავიმკვიდროთ ჩვენი თავი რა უშათ უმაღლეს ლიგაში და ამის შანსი არსებობს. რატომაც არა, მოდი ესე ვთქვა. რატო რითი უნდა მოგვერია სხვა მაგალითად. რა მეგჭირდებათ იმისათვის რომ მაგალითად რაღაცა ობიექტური მიზეზები არის იმისათვის რომ პირობითად რაღაცა წარმატებას მიაღწიოთ, ჩვენ შევძლოთ რომ დაგიდგეთ გვერდში რა. თქვენ ყავთ შესანიშნავი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში რა ვიცი მე ესე მგონია რომ თქვენ ხელა რო ვიყავი მაგალითად მაშინაც ფეხბურთში იყო არ უღალატი ამ საქმისათვის დღესაც მასე არის. მე დარწმუნებული რომ ეს კაცი ბევრს მიაღწევს თქვენთან ერთად თავისთავად მარტო არა. და ეხლა ზუსტად იმიტომ მოვედი ჩვენ დღეს რომ კიდე ერთხელ დაგიფტკიცოთ და გითხრათ რომ ჩვენ არ ვიგატოვებთ და ვიქნებით თქვენს გვერდით. ესე იგი გავზრდით კიდევაც შესაბამისად мотиваციასაც და დაინტერესებასაც იმიტომ რომ მოიგოთ თუ მოიგებთ კიდევ მეტი ვალდებულებაც გვექნება ჩვენ რომ კიდევ მეტად დაგეხმაროთ. ამის შანსები გვექნება. შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ ისეთი მდიდარი კლუბი როგორც სხვები არის, მაგრამ გავხდებით. დიდი მადლობა. გავხდებით ნამდვილად, იმიტომ რომ მე არ ყოფილა შემთხვევა რაღაცა მეთქვას და არ გამეკეთებინოს რა. მე რო ჩავიფიქრებ რომ ესე უნდა იყოს, იქნება ესე. და ნახავთ თქვენ თუ არ იქნება. ესე მე არასდროს არ მოსულვარ თქვენთან, ხო? ნამდვილად. არ ყოფილა რომ ესე აი 100% ესე იქნება. ეხლა გეუბნები რომ იქნება. რომ დავინახო რომ თქვენც იხარჯებით. თუ მე დავინახავ რომ არ იხარჯები, ეგრევე ისა ხო გითხარი არ მიყვარს ეს ფეხბურთი მეთქი და ეხლა თუ თქვენ კიდე დამაკარგირებთ იმას შანსი იმისა რომ ფეხბურთი შემოგყვარდეს, всё აღარ მეყარება უკვე всё ფეხბურთი ეგ იქნება რა. ჩვენ მაგის უფლებას არ ვუწევთ არჩილებში. ეს არ დაწეროთ სადმე ხო. მე ვიტყვი ერი არისო ფეხბურთისო, მაგრამ აი ხო გეუბნებით ან თქვენ ის თქვა შეძლებთ რომ დამაინტერესოთ ფეხბურთით, ან შეძლებთ რომ აღარ უყუროთ საერთოდ ფეხბურთს რა. აი ეგ არის ჩემი ეს თქვა სიტყვა იმისა რომ დაგიდგებით ყველანაირად გვერდით რა და მე პირადად დავესწრები კიდე მატჩებსაც და მთელი ამბები. ვერ დაჩაგრავს კიდე ვიღაცეები და რაღაცეები, ესე არ იქნება რა.
პრობლემა არ არის, ყველანაირად მიაწექით, თავია თქვენ საქმე აკეთო და აბა დავინახო რომელიმე თუ შეძლოს რომ თქვენ რაღაცნაირად დავჩაგო რა. თავია მართალი იყო და მორჩა გათავდა. ვერავინ გაბედავს რამის თქვას, აბა ნახოთ რა. ეგრე იქნება ზუსტად და რაც შეეხება იმასაც რაც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ დაფინანსებას დაკავშირებით, აი მე თქვენ მოიკელით, ვიღაცა მოიკლდა ახალ სკოლას. ახლა მაინტერესებს თქვენი ის რა ზასდაპირდები. მე ხა ამ მასემეტი გვერდში დგომა, არ ვიცი ხა გუბერნატორებს ეუნდათ თქვენ გვერდში ვარ. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. თუმცა მე მაქვს თქვენს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. ბატონ ხარიტონს ჩვენ ძალიან ხშირად ვეხმიანებით, მე ტელეფონითაც ხშირად მოგილოცეთ, მაგრამ აი მე გვიდებით ერთ რამეს, რომ აი კიდეც მართლა განსაკუთრებით კურსში დგომას დაგანახებ კიდე ჩემი ასე ვთქვათ გულშემატკივრობით როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და თავისთავად რაც კი შეიძლება ბიუჯეტით დახმარება ამ სიტუაციაშიც მაქსიმალურად გვეჩდაგიდგებით კიდე რა თქმა უნდა გუბერნატორთან და საგარეულოს თავმჯდომარესთან ერთად და რა ვიცი მე თან გილოცავ თქვენ წარმატებებს რომელიც აქამდე გავართ ეს იმის საფუძველია დიდი საფუძველი რომ თქვენ მართლაც უკვე ლიგისკენ ისე კაფეოდ იხედებით რა და რა ვიცი ერთმა შეგაძლებიოთ და ერთი იყოს თქვენთან და მარტო ის არ არის გამართლებაცაა ზოგ სიტუაციაში, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც თქვენზეა დამოკიდებული. ანუ თქვენ მაქსიმალურად დაიხარჯოთ თუნდა როგორც გუბერნატორი და მე მგონი თქვენ აღეზარებათ შრომა მაგისთვის. რა ვიცი